მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა კადრის მიღმა. ჩვენ კი მისი წამყვანები გიორგი კობიაშვილი და თინათინ ასათიანი გახლავართ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კინორეჟისორი ბატონი ვაჟა ზუბაშვილი. ბატონო ვაჟა, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ბატონო ვაჟა, თქვენი ფილმი შეეხება საკმაოდ ძიმე თემას. რატომ მინდომეთ რომ შეხებოდით ამ თემას? ეს მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ, პრაქტიკულად ახალ დამთავრებული იყო ომი და ახალ აღსრულებული იყო ჟიული შარტავა და ეხლა ყველა დეტალი არ არის ცნობილი თუ როგორ აღესრულა ჟიული შარტავა, მაგრამ საკმაოდ გარკვეული ხმები მაშინ გამოდიოდა და ბუნებრივია რომ საინტერესო ხდება გმირი როგორ მიდის ის რაღაც გარკვეულ გმირობამდე. სიმართლე გითხრათ, მე იმ თავითვე არ დავინტერესებული ვარ, უბრალოდ დაინტერესდა ჩემი მეუღლე მაშინ ტელეფილმების სტუდიაში მუშაობდა, რედაქტორი იყო და რაღაც მისი ინიციატივა იყო. მე ცოტა არ იყოს შევშფოთდი კიდეც, რომ ახლა პარტიული ფუნქციონერი ხო იცით როგორ ზისეს ჩვენი თაობის გონებაშიც კი არათუ თქვენი თაობის გონებაში პარტიული ფუნქციონერი რა უნდა გავაკეთო. უბრალოდ ეს იყო პირველი ესეთი რეაქცია, თორემ ზუსტად ეს იყო საინტერესო, რა გზა გაიარა ამ ადამიანმა, რომელიც გარკვეული პერიოდი პარტიული ფუნქციონერი იყო და საკმაოდ ფანატიკოსიც კი თავის საქმეში. და ბუნებრივია ეს გარკვეული ინტერესი იყო ამის კვლევა. და გარდა ამისა ქვეყანას ყოველთვის სჭირდება გმირი. რომც არ ყავთ გმირი, გმირს იგონებიან. და ჩვენ ყავს გმირი, რომელიც ხელის გულზე დევს მისი ცხოვრება, ხო? აქ არ არის საჭირო ლეგენდების შეთხზა, რაიმეს მოგონება ან რაღაც ამდაგვარი. სრულიად რეალისტური, რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ ეს აი აქედან გამომდინარე ძალიან საინტერესო თემა იყო იმ ცხელ კვალზე. რა თქმა უნდა, დრო რომ გადის, ბევრი რამ ფასდება. ზოგი ფასეულობა ქრება, რაღაც ფასეულობის გადაფასება ხდება და ამ ფილმაც ეს საკმაოდ დიდი ეტაპი გაიარა, იმიტომ რომ დაწყებიდან ცოტა ხანში მისი გადაღებების გაგრძელება ვეღარ შედგა და მთელი ეს წლები იყო ფიქრი, პერიოდულად მიბრუნება თემასთან, უამრავი კონსტრუქციის დაწყობა, ყველაფერი ნათელია, ყველა ფაქტი, ყველა მომენტი, ყველა მოვლენა ვიცი, მაგრამ ფილმს ხო უნდა მოწოდება ხო დრამატურგია ან კონსტრუქცია, ვიზუალური კონსტრუქცია. და აი ამ პერიოდში პერიოდულად ესე ხან ერთი ვარიანტი ეწყობა, ხან მეორე და ამავე დროს მცდელობა რომ სადმე ვინმე შეგიწყოს ხელი რომ ეს ფილმი დამთავრდეს. დამარხვა არ შეუწყო თქვენს ფილმს პირიქით უკეთესობისკენ სვლა, იმიტომ რომ რაღაც პერიოდი გქონდათ რომ გეფიქრათ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. თუმც არსებითად ამ პროცესში დიდი არაფერი შეცვლილა და მუდმივი პერიოდული ასე ვთქვათ გაბრძოლება მერე ხელის ჩაქნევა, მერე ეს ჩაქნევა აივსება, ისევ გაიბრძოლებ, დაიცლები. ენერგია ახლიდან მოდის. აი ასე გაგრძელდა ეს წლები, ვიდრე არ მოვიდა ეს მომენტი, როდესაც არ ვიცი რა გაელვება იყო და მოდი ერთი ცდაც და შევთავაზე ატრალის ტელევიზიას ეს იდეა. და აიტაცეს მოეწონათ და შემიწყეს ხელი რომ ეს ფილმი დავემთავრებინა.
ჟიული შარტავას 8 წლი დღესდღეობით საქართველოში არც თუ ისე დაფასებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ახალგაზრდა თაობა თითქმის არც კი იცნობს ვინ არის ჟიული. ამ შემთხვევაში თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, რომ საქართველოსთვის და არა მარტო გაგეცნოთ ვინ არის და რატომ არის გმირი. როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში რამდენად საპასუხისმგებლო თემა იყო ეს თქვენთვის და შემდეგ როგორ ფიქრობთ, შეძელით თუ არა ფილმის მთავარი მიზანი შეგესრულებინათ? ძალიან საინტერესო კითხვა. რა თქმა უნდა, დავიწყებ იქიდან, რომ ნებისმიერი ფილმს, როდესაც აკეთებ, ხო, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ გამოდიხარ, ასე ვთქვათ, მაღალი ტრიბუნიდან და საზოგადოებას რაღაცაზე ესაუბრები. პირველ რიგში უნდა გქონდეს გაბედულება, რომ შენ თავს ამის უფლება მისცე. მეორეს მხრივ ჩვენ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ყოველთვის გრძნობ სად არის საზოგადოების ინტერესი, საით მიდის. განსაკუთრებით ახალგაზრდობის ინტერესი და რადგანაც სტუდენტებთან და ბევრ ახალგაზრდათან მაქვს ურთიერთობა, საკმაოდ დიდი ინტერესი გაჩნდა დღევანდელ თქვენ თაობებში წარსულის მიმართ, რაც ადრე ასე არ იყო. და ეს ძალიან ბუნებრივიც არის და სწორედ ეს ის წარსულია, როდესაც როგორ გითხრათ, ის წარსულია, რომელსაც კარი მიუხურეთ და იმ კარის გაღება და იქით გახედვა არავის არ უნდა და ეს რამის იდეოლოგიის დონეზე ავიდა. ჩვენი ისტორია, მას ვერ წაშლი. მოგწონდა ის თუ არ მოგწონდა, ცუდი იყო თუ კარგი იყო, ისტორიაა. ამიტომ რაც არ უნდა ჩამოირეცხო, ვერ ჩამოირეცხავ, ხო? ჩვენ ის თაობები, ვინც იმ ეპოქაში ცხოვრობდით და მომდევნო ვინც იმ ეპოქიდან გადმოვიდა ახალ ეპოქაში. მთავარია როგორ ცხოვრობ იქ და როგორ აგრძელებ ცხოვრებას აქ. და ბუნებრივია მე იქ ასეც რომ ეს ფილმი მიუძღვენი იმ თაობას, რომელმაც ჟიულის შესახებ არაფერი არ იცის და ეს პრაქტიკულად ესმის მხოლოდ აი ამ პერიოდში, რომელიც სამწუხაროდ უდიდეს დღესასწაულს, ჯვართამაღლებას ემთხვევა და უდიდესი ტრაგედია ეს მოდი მე ვიტყოდი რომ ეს სამარცხვინო ომი ორივე მხარისთვის, იმიტომ რომ ძმათა მკვლელი ომი ყოველთვის სამარცხვინოა. იქ მტყვანი და მართალი ძნელად საძებარია და თუ ამის გარჩევას შეუდგებით, ის არასოდეს არ დამთავრდება. ცოტა გადაუხვიე თემას და სწორედ მინდოდა რომ აი ამ რაღაცა პატარა ექსკურსიც ყოფილიყო იმ ეპოქაში ამ ადამიანთან ერთად. საიდან მოდიოდა ეს ადამიანი, როგორ იცხოვრა, როგორ მოხვდა აი ამ ეგრეთ წოდებულ პარტიულ გზაზე და ხაზზე და ასე შემდეგ. და საოცარი პიროვნება აღმოჩნდა. ეხლა როგორ ვსჯელობთ ადამიანზე, რომელიც თვითონ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემს, ის აღარ არსებობს და არის მხოლოდ მისი კვალი. ისტორია, რომელიც არის მის ჩანაწერებში, თანამედროვეთა მოგონებებში, მათ შეფასებებში და რა თქმა უნდა, ყველა ერთგვაროვნად არაფასებს, ხო? მაქსიმალურად ვეცადე მომეძებნა ისეთი ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ აზრს და ძალიან დაუფარავად გამოხატავდნენ თავიანთ შეფასებას ამ პიროვნების მიმართ. ის ადამიანები, ვინც იმ ეპოქაში ცხოვრობდნენ, მასთან ერთად მუშაობდნენ და გარკვეული ადამიანები იმ პერიოდში მყავდა გადაღებული, გარკვეული ადამიანები ბოლოს გადავიღე. ასევე არსებობს კინო და ვიდეო ქრონიკები და მინდა გითხრათ, რომ ამ ტიპის ფილმის გაკეთება გარდა იმ პასუხისმგებლობისა, რასაც იღებ საზოგადოების წინაშე, არის
ძალიან დიდი სირთულე, როდესაც ეკრანზე მხოლოდ მოლაპარაკე ადამიანები ჩანან და მხოლოდ ამ ადამიანებს უნდა უსმინო და ეს ყველაფერი დააწყო და დაალაგო ისე, რომ მაყურებელი არ მოდუნდეს, ინტერესი არ გაუქრეს, მისი აზრი და ფიქრი სხვაგან არ წავიდეს და არ დაშორდეს ეკრანს. და აი ეს ბეწვის ხიდი, რომელზეც მე მგონია რომ გავიარე, იქიდან გამომდინარე თუ რა რეაქცია იყო სხვადასხვა ჩვენებებზე და ასე შემდეგ, ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ მეკითხებოდნენ, რამხელა იყო ფილმი. და ფილმი არის სადღაც საათი და 17 წუთი. და როდესაც მაყურებელი ვერ აღიქვამს დროს, ესე იგი ის მთლიანად არის ჩართული. და მისთვის ეს დრო შეუმჩნეველი ხდება და ეს ჩემ თავს ასე ვთქვათ კომპლიმენტად მიუძღვენი და ხმამაღლას ვამბობ ამას, ისე რომ ფილმში არის ბევრი ემოციური მომენტი, მე ვიცი ახალგაზრდების აზრიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის ეპოქა ჩვენ არ ვიცოდით და თურმე იმ ეპოქაშიც ადამიანები ვიყავით, ქონდა ჩვენი განცდები, ფიქრები, სურვილები, ოცნებები და ასე შემდეგ. არ ვიყავით მანქანები, ეს ძალიან ცუდია, რომ შავი ფარდა ჩამოეფარა. ყველაზე მძიმე და ყველაზე მედალს ყოველთვის აქვს ორივე მხარე. ყველაფერი ერთბაშად ცუდი და ყველაფერი ერთბაშად კარგი არცსა და არასოდეს არ არსებობს. ამიტომ იმ ეპოქაშიც იყო კარგიც და ძალიან ბევრი მძიმეც და ცუდიც, მაგრამ ადამიანებმა მოახერხეს ამ ეპოქაშიც რაღაცის შექმნა, რაღაცის გაკეთება. და ის ადამიანები და მათ შორის მეც დამნაშავეები არა ვართ, რომ მაშინ დავიბადეთ. ეს ღვთისცემა დრო იყო უბრალოდ ის განგება. თავარია როგორ ვიქცეოდით, როგორ მოვიქეცით და როგორ მოვიტანეთ თავი დღემდე. თქვენ წევენ ქრონიკები ახსენეთ და გაგიჭირდათ თუ არა ჟიულიზე მოგეძებნათ საჭირო თუნდაც კინოქრონიკები და დოკუმენტები? რა თქმა უნდა, ეხლა შედარებით იმ პერიოდის კინოქრონიკებში გარკვეული მასალები იყო, ასევე ძალიან ბევრი მასალა იყო აფხაზეთის ომის პერიოდში. მე შეგნებულად აუარე გვერდი მძიმე და მწვავე მომენტებს, იმიტომ რომ ისედაც მაინც საჭირო გახდა რაღაც და ეს ჭრილობა ღიაა და მასზე მარილის დაყრა აღარ მიმაჩნია სწორად. იმიტომ რომ ჩვენ ვოცნებობთ, ფიქრობთ, დეკლარირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს ესე მარტივი არ არის. მას მერე რაც ჩვენ გამოვიარეთ, ჩვენ ვამბობ აფხაზებს და ქართველებს ერთად. და კიდევ სხვა ხალხს, ვინც ცხოვრობს იქ, ხო, მარტო ქართველები და აფხაზები ხო არ არის. და ამდენი წლების შემდეგ, როცა თაობები ძალიან დაშორდნენ ერთმანეთს, ეს ასე ადვილი არ არის. და ბუნებრივია, მე ომის ქრონიკები მხოლოდ ჟიულის ბოლო წუთების სცენები გამოვიყენე, სხვა დანარჩენი ნაკლებად. საბედნიეროდ მაშინ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები, რომელიც ერთი გამოვიდა და მეორე იქ დარჩა, რომელიც გადაარჩინა ვიღაც ჩრდილო კავკასიელმა და აქ შესაძლებელი გახდა აი ამ მოვლენის და ფაქტის ორი მხრიდან დანახვა. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო მოგონებები გამოაქვეყნეს ჩრდილო კავკასიელებმა აი ამ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და იყო ცდუნება, რომ მათი მოგონებები გარედან და ის მასალა, რაც მე მქონდა შიგნიდან, აი პირდაპირ ქრონოლოგიურად აღადგენდა მთელ ამ სურათს.
მაგრამ ჩემი ფილმის მიზანი არ იყო როგორც ბოლო პერიოდში უამრავი სიუჟეტი, ფილმი, ნარკვევი გაკეთდა ამ მომენტზე და პირადად ჟიული შატავაზე რომ დაგუგლოთ უამრავი გადაცემა მოვიხდებათ აი იმ დღეს კოდეძი შარაშიას ფილმსაც მოვყარი თვალი მაგრამ ეს ყველა მიცის ეს მომენტი მაგრამ ჩემი მიზანი იყო ჟიულის პიროვნების დანახება თუ როგორი პიროვნება იყო ის რას აკეთებდა და როგორ აკეთებდა და ეს მისი გმირული აღსასრული მისი ცხოვრების ერთ-ერთი ბოლო ფაქტი იყო და მეტი არაფერი ჟიული შატავა თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელობდა მაგრამ ამის მიუხედავად არ ჩაუცვალს სამხედრო ფორმა ამით ის თავის სამშვიდობო მისიის წარმოჩენას ცდილობდა და ბოლო წუთამდე ენარჩუნებდა იმედს, რომ მშვიდობიანი გამოსავალი არსებობდა. უკანასკნელად ჟიულის 14 სექტემბერს შევხვდი პარლამენტის შენობასთან. სოხუმელები ძალიან გემადლიერებიან მეთქი უთხარი და ცოტა, ასე ვთქვათ, ხაზგასმული ოპტიმიზმით დავზინე. რაც იყო ყველაფერი ალბათ წარსულს ჩაბარდება და ცხოვრება ისევ ჩოულ კალაპოტში ჩადგება მეთქი. ვერაფერს გეტყვიო მითხრა, რომ გონიათ არც ისე იოლად არის საქმე, არავინ იცის ხვალ რა მოხდებაო. მინდოდა მეთქვა, თავს მოუფრთხილდი მეთქი, მაგრამ ვიცოდი მისი ამაყიბუნების ამბავი და სიტყვა პირზე შემაშრა. ცოტადენი პაუზა ჩამოვარდა, მე ისევ ყრუდ გაიმეორა. არავინ იცის ხვალ რა მოხდებაო და მემშვიდობა და წავიდა. 93 წლის 14 სექტემბერს გვიან ღამით დაახლოებით 3 საათზე სოხუმიდან თბილისში ჩამოფრინდა. გარეგნულად მშვიდი, მაგრამ შინაგანად აფორიაქებული მეჩვენა. კითხე, რა იყო ჟიული, რა მოხდა? არაფერი მითხრა. პასტუხოვი და შუიკოვი ჩამოვიყვანე, სახელმწიფოს მეთაურს უნდა შევახვედრო. სხვა მეტი არაფერი მიკითხავს. დილით 10 საათზე ადგა. წავიდა, მთელი დღე არ გამოჩენილა, არც დაურეკავს. ღამის პირველ საათზე მოვიდა. ისევ დაღლილი, აფორიაქებული. ამჯერადაც არაფერი მიკითხავს, ვიფიქრე, დაისვენებს, გამოიძინებს და თუ საჭიროა მერე მოყვება ყველაფერს მეთქი. მრავალი უსიამოვნო ზარი მახსოვს ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ 16 სექტემბრის დილის 5 საათის ზარს ალბათ ვერასოდეს ამოშლი მეხსიერებიდან. ყურბილი მიავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. საშინლად უსიამოვნო განცდა დამეუფლა. ჟიული კალისტრატოვის თხოვეთ. ყურმილი ჟიულის გადავეცი. თან შევცქეროდი. ჟიული თანდათან ფიქრდებოდა. სუნთქვა გაუხშირდა. მაგრამ მაინც მშვიდად, აუღელვებლად იძლეოდა განკარგულებებს. ეხლავე დარეკეთ არძიმბას მისაღებში. პანიკას ნუ შექმნით. მე ეხლავე წავალ და სახელმწიფოს მეთაურს საქმის კურსში ჩავაყენებ. ამის შემდეგ სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა. გამის ნახევარზე მოვიდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. კაბინეტში შემოვედით. უცებ მომიბრუნდა და მითხრა, ლია, ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი გამოვცადეთ. ეხლა ესეც უნდა ვნახოთო. კარებში ერთმანეთს დავემშვიდობეთ. მე ვიცოდი, რომ უკვე სოხუმი იბომბებოდა. მისთვის არაფერი მithქვამს. გასვლის წინ მომიბრუნდა და მითხრა, ლია, ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატში დევს. მე გაკვირებულმა შევხედე და უთხარი, ჟიული, შენი საბუთები და სურათები მერისთვის დამჭირდება მეთქი. რა იცი, რა ხდება ქვეყანაზეო? მიპასუხა და წავიდა. გაცილება არ უყვარდა. აევნიდან გადავხედე. მე უკვე ვტიროდი. ჟიულიმ ამოიხედა, გამიღიმა, მე შევატყვერო თვალები ცრემლიანი ქონდა. ხელი თავისებურად დამიქნია და წავიდა. ყველაფერი კეთდებოდა საამისოდ. ყველა პირობა იყო იმისათვის, რომ ყველა საკითხი ცეცხლის განახლების გარეშე მოგვარებულიყო. მაგრამ ადგილი აქვს მუხანათობას, შეთანხმების
მზაკრულად დარღვევას და შედეგად არის უზარმაზარი მსხვერპლი, ნგრევები. ვცხოვრობდით ერთად იქ. სოხუმის შესასვლელთან ადრე აგარაკები იყო სამთავრობო იქ სოხუმში აფხაზეთის გულივსთან. რაღაცაზე ვისაუბრეთ და 10-ის ნახევარი და ახლა მე მივდივარო. კაცო მე და შენ ხომ უნდა შევხვდეთო რაღაცა შეხვედრა გვაქვს. არაო სანდრო იქ შევხვდეთო რა იქ ვისაუბროთ. მოიცადო ცოტა ხან ხო ხედავ როგორ დაძაბული მდგომარეობა აქ. და დანაც მარტო რატომ უნდა წახვიდეთო მეც წამოვათქო და. არა იქ მე ხალხი დავიბარე. გავიგე 10 საათზე დავიბარე ხალხი და უხერხულია ეხლა რო დავუგე. კაცო ომიად გო უხერხული როგორ არის 5 წუთს დაგვიანებ. არა ძალიან გთხოვ შენ ხო ვიცი აქ ჩემი ხასიათი მე ვერ დავაგვიანებ. 1-15 წუთი ვეხვეწეთ რომ და მე ვთქარი არა თქო არასწორია წასვლა ეხლა იქ თუ. არაო ჟიული მდგა მე ჩემ ხალხთან უნდა მივიდეო და აპარატი არის იქ მუშაობს და დავიდეთ. სადღაც პირველ საათზე მომივიდა ინფორმაცია რომ იზაბება მდგომარეობა სოხუმში. მთავრობის სახლთან მივიდაო ჯგუფიო და ჯგუფი კი არა ძალა მისულა ძალიან საკმაოდ დიდი ძალა მთავრობის სახლთან. ალყა აი ახლა ეს გასროლა რა იყო? თქვენ წეგანი საუბრეთ რომ წარსული რომელიც არ არის ჩვენზე დამოკიდებული არ უნდა განსაზღვრავდეს ადამიანის აწყოს. ეს ხო არ მიუთითებს იმაზე რომ უნდა ვიხაროთ აწყოთი და ჩვენი წარსული თუ მომავალი ხშირად არ არის დამოკიდებული ჩვენზე. დიდწილად და ალბათ ძალიან დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული. მაგრამ არის რაღაცები, როდესაც ძალა აღმარცხავს, ხო? ჩვენ ხშირად გვინდა რაღაც, მაგრამ არის რაღაც ძალა, რომელიც ამის უფლებას და საშუალებას არ გვაძლევს და ეს ხდება არა პირდაპირი დაპირისპირებით, არაო, მით არამედ რაღაც გარკვეული რბილი მექანიზმებით და მეთოდებით. ჩვენი ყოველი დღე ხვალინდელ დღეზე ფიქრია, იმიტომ რომ დღევანდელი დღე ისედაც არსებობს, მაგრამ ხვალ ვინა ვარ, ხვალ რას ვაკეთებ? მე ხო მინდა სიცოცხლე, მე ხო მინდა სიცოცხლის გაგრძელება, მე მინდა სიხარული, მწუხარება, ტკივილი, სიყვარული, 1000 რამ. ისე რომ ადამიანი მარტო დღევანდელი დღით ვერ იცოცხლებს და წარსულის გამოცდილება, ეხლა ეს ესეთი ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ ეს ასია, წარსულის გამოცდილება ყოველთვის არის ჩვენთან, დღევანდელ ნებისმიერ ქმედებაში და აზროვნებაში და ამავე დროს წარსულის გამოცდილება და დღევანდელობა ჩვენ უკვე მომავლისკენ რაღაც გარკვეულ მიზნებს გვისახავს. მერე ამ მიზნისკენ სიარული უკვე 1000-ნაირი ხელის შემშლელი შეწყვეტ, სხვა მიზანს აირჩევ, მით უმეტეს ახალგაზრდა დღეს ერთი მიზანი მაქვს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ხვალ მეორე მიზანი მიჩნდება, ხო? და არავინ იცის ხვალ რა მოხდება, ეს ფრაზა თვითონ ჟიულის სიტყვებიდან არის აღებული, როდესაც ერთ-ერთი მისი მეგობარი იხსენებს, რომ როდესაც შემხვდაო და მე მშვიდობებო და ეს ფრაზა თქვაო, ანუ ჟიული შეშფოთებული იყო, ის უკვე გრძნობდა, რომ ეს ომი, ასე ვთქვათ, ცუდად თავდებოდა. და არავინ იცის ხვალ რა მოხდება, აქ მრავალი მნიშვნელობა ჩაიდო და მათ შორის მისი პირადი ბედიც იგულისხმებოდა. და ეს ფრაზა გამოვიტანე იმიტომ, რომ ჩვენ დღესაც არ ვიცით ხვალ რა მოხდება. დღეს ინტენსიურად არის ლაპარაკი შერიგებაზე, ხო? უკვე მთავარი ძალაც კი აცხადებს, რომ ჩვენ დაგეხმარებდით შერიგდეთ. რამდენად დასაჯერებელი ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ მარტო სხვაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ხო? ჩვენ ხო ჩვენი ამოცანები და მიზნებიც უნდა გქონდეს და ჩვენ ხო ჩვენი გზებით უნდა ვახორციელებდეთ ამას. და ნუ
ბუნებრივია, რომ არავინ ის ხვალ რა მოხდება, ეგებ მართლაც მოხდა ეს შერიგება, ეგებ ვრიგდებით. ეს ასე ადვილი არ იქნება. ასე ადვილი არ იქნება. თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვობაში გიჩხუბიათ, მაგრამ ბავშვები ადვილად რიგდებიან. მერე დიდობაში, მერე ისიც ხდება, რომ კარგავენ ადამიანებს და დღეს რა ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენ ისინი შემოვირიგოთ და იმათ ჩვენ შეგვირიგონ. რატო? ისინი ცოტანი არიან, ჩვენ ბევრნი. ამიტომ ჩვენ მეტი ძალისხმევა გვმართებს, ჩემი აზრი ასეთია. ჩვენ ამ შემთხვევაში მე არ მინდა აღმეტებულად კი არ ვამბობ ამას, მაგრამ უფროსი, ანუ უფრო დიდი გაერთიანება. მეტი პასუხისმგებლობა აქვს ვიდრე ისინი მცირე, ამიტომ ჩვენ მეტი დათმობა და მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება. შეიძლება ეს სადავო იყოს და არ მინდა ასე შორს წავიდეთ ამ გადაცემაში და არ მინდა რომ უნივერსიტეტში რაღაც გარკვეული პოლიტიკა შემოვიდეს, მაგრამ ეს ჩემი აზრით ასეა. ბატონო ვაჟა, მე ვიყავი თქვენი ფილმის პრემიერაზე და შემდეგ თვითონ ფილმში მონაწილეების რეაქციაც ვნახე და მათი სიამაყეც შევიგრძენი, მაგრამ უშუალოდ როგორ შეხვდა მაყურებელი თქვენს ფილმს? პირველი ჩვენება რომ მქონდა მცირე დარბაზში იყო კინოსახლში. ფილმი რო დამთავრდა, დიდხანს იყო დუმილი. რამაც ცოტა რაღაც უცნაური გზნობა დამეუფლა. და აი მე იფეთქა. ანუ მაყურებელი თან ის იყო საკმაოდ ვიწრო წრის მაყურებლისთვის და როგორ გითხრა გარკვეულწილად იმდენად იყო ემოციის ტყვეობის ქვეშ, რომ ერთბაშად ვერ მოახდინა რეაგირება. რა ვიცი, ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ერთი პერიოდი ვიფიქრე შევაგროვო მეთქი ის მონაწერები, რასაც პირადში წერდნენ დაწყებული კინოკრიტიკოსებიდან დამთავრებული ჩვეულებრივ მაყურებელზე. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ავტორისთვის საკმაოდ ისეთი სასიამოვნო განცდა, ვერ დაგიმალავთ. ყველას გვიყვარს ტაში. ხო, ძალიან ემოციური იყო, ბევრმა თქვა, რომ იტირეს კიდეც და ასე შემდეგ. და აქ მინდა აღვნიშნო ერთი მომენტი. მე ვფიქრობ, რომ საოცრად დაეხმარა ამ ფილმს მანანა მენაბდის სიმღერა და მუსიკა ეთერთა თარაიძის ლექსზე, აი საოცრად პირდაპირ ეს რო არ ყოფილიყო, მე მგონი ეს ფილმი ვერ შედგებოდა და მინდა მოკლედ ამ ეს ისტორიაც მოვყვე. მე ამ ფილმზე ვმუშაობდი იმ პერიოდში და მანანა მენაბდე გერმანიაში ცხოვრობდა რაღაც პერიოდი და ახალ ჩამოსული იყო და იქ შეხვედრია თათარაიძის ლექსი და ეს სიმღერა გაუკეთებია იმედის კვირილა. და ჩემთან მოვიდა, იმიტომ რომ თათარაიძე ჩვენი ახლობელია და უნდა შეხვედრა და გაცნობა თათარაიძეს. და ეს სიმღერა რო შეასრულა, შევევედრე მანანა, გევედრები, ეს სიმღერა მომეცი ამ ფილმისთვის. და ასეც მოხდა. და აი ამდენი წელი მანანამ სპეციალურად გააკეთა საუნდტრეკი, სხვადასხვა ვარიაცია ამ სიმღერის, პირველი შესრულება გიტარაზე ჰქონდა და მას მერე იდო და აი ამ ფილმის შემდეგ მანანამ კვლავ გააცოცხლა ეს სიმღერა ეთერთა თარაიძესთან ერთად და მშვენიერი კომპოზიცია ვნახე სოციალურ ქსელებში. ესე რომ და აი თქვენს თქვით რომ დაესწარეთ, რამდენიმე ეტაპად იყო ეს სხვადასხვა, რადგანაც პატარა დარბაზები იყო, ეტაპობრივად ვაჩვენებდი ადამიანებს და ყოველთვის ერთი და იგივე რეაქცია ჰქონდათ. დაახლოებით რა დრო დასჭირდა თქვენი ფილმის გადაღებას? და სისრულეში მოყვანას. პრაქტიკულად გამოვიდა რამდენი
94 წელს დაწყებული ფილმი 24 წელს დამთავრდა. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ეხლა ამას არ ქვია, რომ ეს გადაღება რაღაც ეტაპი მაშინ გადავიღეთ კინოფილმზე, შემდეგ იყო გაჩერებული და ბოლო პერიოდი სრულიად ერთ კვირაში მოხდა დანარჩენი ადამიანების გადაღება და ერთ კვირაში სადღაც 10 დღეში მონტაჟი. და ბუნებრივია, რომ ამ პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა და უამრავი ადამიანი გარდაიცვალა ჩემი პირველი ოპერატორი ლერი მიხანაშვილი, ჩემი უახლოესი მეგობარი, მადლობა მას გვერდში დგომისთვის, გარდაიცვალა პირველი მემონტაჟე, რომელიც ფირის დამუშავების ბევრი პროცესია და ეს ქალბატონი ლილი სარაჯიშვილი აკეთებდა ამას, გარდაიცვალა. სოლიკო ხაბეიშვილი, ერთ-ერთი ყოფილი პარტიული ფუნქციონერი და მე შევარდნაძის ფონდის ხელმძღვანელი იყო, მოკლეს. ასევე გარდაიცვალა ერთ-ერთი მონაწილე რობერტ ღარიბაშვილი, გარდაიცვალა ჟიულის დედა, მამა და ასე შემდეგ, ისე რომ ბევრი ადამიანის გვარი მოხდა ჩარჩოში. და მე ეს ფილმი ძალიან მძიმე ტვირთად მედო. და სულ მეგონა, რომ თუ ამ ფილმს არ დავამთავრებდი, მე სხვა გზა არ გამეხსნებოდა. დავამთავრე ეს ფილმი და ჯერჯერობით სხვა გზა არ გამოჩნდება. აუცილებლად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ვაჟა გადაცემაში მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოსახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კინორეჟისორი ბატონი ვაჟა ზუბაშვილი. ახლა კი ვნახავთ ფილმს „არავინ იცის ხვალ რა მოხდება“.